ჭიათურელი მაღაროელების ნაწილი თბილისში მთავრობის ადმინისტრაციის წინ საპროტესტო აქციას მართავს. მათ მოთხოვნებს შორისაა ჭიათურიდან ჯორჯიან მანგანეზის გასვლა, საწარმოების ნაციონალიზაცია, ჭიათურის მოსახლეობისთვის ფონდის შექმნა და ფინანსური პრობლემების მოგვარება. მაღაროელების თქმით, ფინანსური კრიზისისა და ბანკში ვალების გადაუხდელობის ფონზე მათ საკუთრებას საფრთხე ემუქრება. ჩვენი მოთხოვნა სახელმწიფო პრობლემები მოგვარდეს, დარიგდეს. დაკავებული 3 თვის ხელფასი, მაგრამ პარალელურ რეჟიმში უნდა მოგვარდეს საბანკო პრობლემები, რომლებიც გაჩერების პერიოდში ჭიათურელ დასაქმებულებს შეექმნათ. ბევრს იპოთეკური სესხები აქვს აღებული და პირდაპირ ითვალისწინებს. საფრთხის წინაშეა ჭიათურელების უძრავი ქონება, სახლები და ასე შემდეგ. ეს არის მოთხოვნა წავიდეს ინვესტორი არა მარტო ჭიათურიდან, არამედ ზესტაფონიდან და ვარცხეჰესიდან, რადგან იგვაჩნია, რომ ჯორჯიან მანგანეზმა ძალიან დიდი ტკივილი, კატასტროფა, ადამიანური მსხვერპლი მიაყენა სამივე რეგიონს, სამივე ქალაქს და მხარეს. მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართული აქციის შემდეგ მაღაროელები მსვლელობით საზოგადოებრივ მაუწყებელთან მივიდნენ და არხზე მათი პრობლემების სათანადოდ არ გაშუქების გამო პირდაპირ ეთერი მოითხოვეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მაღაროელებს შეატყობინეს, რომ მათ წარმომადგენლებს ამ საკითხზე მოელაპარაკებიან. მე არ დავიწყებ არ დემაგოგიას. რა თქმა უნდა, იყო ჟურნალისტები ჩამოსული ჭიათურაში. რამოდენი მეთქი. აიღეს ინტერვიუც. იყო ლაივიც. იყო სხვა ტელევიზიებშიც, მაგრამ მე იმ გულწრფელობაზე გესაუბრებით, მე იმ სიმართლეზე და სამართალზე გესაუბრებით, რაც არ გააშუქეთ, სწორად არ გააშუქეთ. ინტერპრეტაციები მიეცით განცხადებებს, ინტერვიუები ერთმანეთზე გადააბით, ჭერით და კერეთ და ისე მიაწოდეთ საზოგადოებას, რომ ნახევარი საქართველო ერიაზრებს დღეს რაკა საჭირისგან წინაშეა ეს ქალაქი. და ეს ქალაქი არ არის მარტო ჭიათურლების. პროტესტი ჭიათურაში, რომელიც 28 თებერვალს დაიწყო, მაღაროების გაჩერებას მოყვა. თავდაპირველი დათქმით, ჯორჯიან მანგანეზი ჭიათურის მაღაროებში სამუშაოებს 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე აჩერებდა. ამ დროის განმავლობაში კომპანიის თანახმად თანამშრომლები ანაზღაურების 60%-ს მიიღებდნენ. მიუხედავად დაპირებისა, მაღაროელები ამბობენ, რომ იანვრის, თებერვლის და მარტის თვეში ხელფასები არ გაცემულა. მარტის დასაწყისში კომპანიამ დასაქმებულებს შეტყობინებები გაუგზავნა და აცნობა, რომ მიწისქვეშ სამუშაოები აღარ განახლდებოდა და შრომითი კონტრაქტებიც უქმდებოდა. შედეგად 3500 თანამშრომელი სამსახურის გარეშე დარჩა.